მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს, ეს ხდება ხოლმე, როცა ოლამიკის დანები ჩამოდის ჩვენ მაღაზიაში. ჩემზე პირადად ძალიან კარგად და პოზიტიურად მოქმედებს, ემოციურად დატვირთული ვარ და მინდა რომ ეს თქვენს გაგიზიაროთ, განმოგცეთ და რა ვიცი, ნახოთ მე თქვენი შთაბეჭდილებებს გაგვიზიარეთ. იქამდე ხოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჩვენი YouTube, TikTok, Facebook-ზე შეგვიძლიათ გვადევნოთ თვალყური, რომ არ ჩამორჩეთ ჩვენ სიახლეებს, არ გამოაკლეთ და რა ვიცი, ჩვენს ვეცდებით რომ კაი რამები შემოგთავაზოთ. 8 მაგარი მოდელი გვაქვს ოლამიკის 8 შეიძლება დანებში ბევრი არა, მაგრამ ოლამიკისთვის საკმაოდ კარგი რაოდენობა, იმიტომ რომ თვითოეული ინდივიდია არის დამზადებული, როგორც ვიცით, თითო ეგზემპლარად მხოლოდ სოფლიოში, მხოლოდ ჩვენ გვაქვს რა, ნევაძის მათი დევიზი და როგორც მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ ვიტყვი სხვა ვიდეოებში მითქვია, მაგრამ განმეორდები რომ არის ამერიკული ბრენდი, სრულად მზადდება ამერიკაში, არის სრულად ხელნაკეთი და დამზადებული ერთ ეგზემპლარად, რაც ძალიან საამაყო და მაგარი ამბავია რა მეგობრებო. მოდი მიყვეთ ახლა დანებზე გადავალ რომ ძალიან არ გამიგზელდეს სიტყვა, იმიტომ რომ სალაპარაკო აქაც საკმაოდ ბევრი იქნება, ისეთი სილამაზეები აწყვია და მოდი დავიწყოთ პირველი მოდელი, Wayfarer-ი უნდა წარმოგიდგინოთ, ესეთი ცოტა ტაქტიკური, ცოტა აგრესიული, ესეთი ნახე ტიტანია რა, რა თქმა უნდა, ტარი ფოლადია 90-ვია და ტარის დაფალვა ესეთი დაჟანგული ანოდირება, თვითონ ოლამიკის შექმნილი და მოგონილია ბევრი ინოვაცია ეკუთვნით მათ, კიდევ შემდეგ დანებზეც რო გადავალ, იქაც რაღაცა კარგი სიახლე გვაქვს, რაც არ ხვდებოდა სხვა დანებზე და მათ მოიფიქრებს, მაგასაც მოგახსენებთ და ესეთი რაღაცა ჟანგისებური დაძველების ეფექტით დაფარვა ამ დანაზე ძალიან კარგად არის გამოხატული, ესეთი ელვანოდირებით backspacer-ი და საკიდი გლიფსა, საკიდი ცალკე ნივთია, ამას ვამბობ ხოლმე და რაღაცა ნამდვილად ეგრეა, ხელში ძალიან კარგად ის ეს დანა, ტაქტიკური ხასიათისაა, სხვადასხვა მდგომარეობაში, სხვადასხვა ჭერა აქვს ძალიან კარგი და ესეთი აგრესიული ტანტო პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა გრაინდი და დაშვება, პირი ცოტა უფრო სქელია, უფრო მძიმე დატვირთვისთვის, ეს მეორე ძირითადი მჭრელი ნაწილი კი უფრო თხელი დაშვება აქვს, რათა კარგად და ხარისხიანად გაჭრას. გახსნის მექანიზმი ფლიპერია, როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მარტივად იხსნება ეს დანა და უკაცრავად და ძალიან მოსახერხებელია ეს ამბავი რა. შეფუთვა სტანდარტული ოლამიკის, აქვედებს შიგნით თავისი საბუთი, სადაც ხელითაა შევსებული და წერია ყველაფერი რა მასალებისგან შედგება, მოდელის დასახელება და ასე შემდეგ. შემდეგი მოდელი მეგობრებო არის Swish-ი. Swish-ი ჩვენ აქამდე არ გვქონია, პირველად ჩამოვიტანეთ, იმიტომ არ ქონია რომ რაღაც რაოდენობა თავიდან გამოუშვეს. რაოდენობა არ იფიქრეთ რომ ბევრი ესეთი გამოდიოდა. Swish-ები ყველა არის მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოსული რა და ესეთი განლაგებით და ესეთი მასალებით რა თქმა უნდა ჯერ არ ყოფილა და ეს ერთი და ერთია რა. მოკლედ, Swish-ს რაც შეეხება, გახსნის მექანიზმი, აქაც ფლიპერი გვაქვს, პირზე დატანილია ეს ღარი ძალიან მაგრად უხდება, ალამაზებს ამ დანას. Stone-ში გვაქვს დაფარვა და ულამაზესად დამუშავებული ტიტანის ტარი გვაქვს მეგობრებო, აი ნახეთ, სულხელითაა შესრულებული რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, ესეთი ლურჯი ანოდირებები მთავარ ვინზე, აი ამ ჩაღრმავებებზე, backspacer-ი ნახეთ და დამასტილის ესეთი ულამაზესი საკიდი. თან კლასიკურია, თან სადაა. მოკლედ, მაგარი ამბავია რა, ძალიან ლამაზია. თვითონ დიზაინი კლიფსა თითქოს ამოვარდნილია, ჩემი პირველი შთაბეჭდილება იმ დანას რო შევხედე, ესეთი დამჭა, რომ დანა არის ცოტა რაღაცა ისეთი ჰიშნიკური, ესე ჯარგონს ვიხმარ, ხელში კარგად ზის, პირი ზევით გარბის, ღარი, ცოტა აგრესიული წვეტიანი და ესეთი საადა ლამაზი კლასიკური საკიდი, მაგრამ ამ ველურობისა და რაღაცა ესეთი აგრესიული ვიზუალის მიუხედავად, ეს დანა თავისთავად კლასიკაცაა, ხელოვნების ნიმუშიცაა და მაინც რაღაცა კომპოზიტში ძალიან კარგად ჩაჯდა ეს საკიდი, ვფიქრობ რა. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა ჩვენს Swish-ს. ძალიან მაგარი მოდელია, ძალიან მომეწონა, ლამაზი და განსხვავებული და დახვეწილია რა. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ მოდელზე. აქაც ძალიან განსხვავებული და მაგარი ამბები შემოგთავაზა ოლამიკმა. ტარის მასალა ალბათ პირველ რიგში ტარი იქცევს ყურადღებას ამ დანაში. რა პირი ისეთი სადა კლასიკურია, მოდი ბარემ პირზე მოგახსენებთ რომ ეს 90-ვი გვაქვს ფოლადი, სატინი დაფარვით. ეს თამბსტადი რეგულირებადია, მოყვება თავისი ესეთი მოსაშვები, რომ თითიზე მოვირგოთ. ნახეთ, ის რა ზომის ხელი აქვს, რაც შეგიძლიათ ცოტა წინ მოწივა, ანუ კარო, სადაც უფრო კომფორტული იქნება მე პატრონისთვის ამის გახსნა. ტარის მასალა კი რა თქმა უნდა ტიტანია, მაგრამ აი ესეთი მაგარი ჩაღრმავებებით, ესეთი მაგარი ტექსტურით, ხელნაკეთია რა თქმა უნდა ეს დანაც და რავი ძალიან სასწაულადაა შესრულებული, მოკლედ რა, ულამაზესია, ულამაზესი backspacer-იც ნახეთ.
დეტალურად იმედია ვიდეოში აღიქმება და დანარჩენი თუ მოგზადებით ჩვენთან, დავად გექნებათ მისი ნახვის საშუალებაც, ნახოთ ხელში მოირგებთ, შეაფასებთ და მე უკვე დეტალურად ერთადაც ვისაუბროთ კიდევ ამ დანაზე. ხელში ძალიან კარგად ის პირი, ისეთი სადა და პრაქტიკული, ესეც ცოტა ახლოსაც შეიძლება გადახვიდეთ, ცოტა უფრო ისეთი ახლოს სამუშაოების შემთხვევაში თუ არა და შორიდან დაჭერაც ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. მოკლედ, ესეთი გამოვიდა ეს ჩვენი Wayfarer-ი მეგობრებო. ეხლა კი გადავიდეთ მომდევნო ხელოვნების ნიმუშზე, დანებს ამათ მე ვერ დავარქმევ რა, ძალიან მიჭირს როცა დაუძახო უბრალოდ დასაკეცი დანა. თუ არა თუ თავად დარწმუნდებით, ეგერ შეათვალიერეთ თავად ეს ვიპერსნეპერი მეგობრებო, front flip გახსნის მექანიზმი გვაქვს ამ შემთხვევაში. ტარის მასალად გამოყენებულია ტიტანი, ტიტანში ჩასმული ეს მამონტის ეშვი ულამაზესი სტაბილიზებით, ნახეთ რა ფერებია რა. 1 2 3 4 5 ფერს ხედავ დაახლოებით რა ესე გადადის ფერებში და თან ამავდროულად თან სადა, თან აგრესიული, თან მრავალფეროვანი, დატვირთულიცაა ცოტა და არაფერი ზედმეტი ამავდროულად. ტარის დატვირთულია პირიც, საკიდის და ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგად ის და ძალიან უხდება რა. მოდი პირზე გავაკეთოთ ამ შემთხვევაში ცოტა მეტი აქცენტი, ცივი ემოცისივი გვაქვს ფოლადი. აი ესეთი მაგარი დაშვებები, გრაინდები, თავიდან უფრო თხელი, როგორც უყვარს ხოლმე რათა უფრო აგრესიული და მაღალი ხარისხის ჭრა კონდეს და წვეტი ცოტა უფრო სქლად დატოვილი, ცოტა უფრო მძიმე დატვირთვისთვისაც რომ იყოს გათვლილი რა. front flip-ი ქონდა გახსნის მექანიზმი, როგორც თქვით და აი ესეთი მაგარი მამონტის ეშვით არის შემკობილი ეს ტარი. Backspacer-ი ძალიან კარგად დამუშავებული, როგორც თითქმის ყველა მოდელზე. ტიტანის ესეთი საკიდი. frame block ჩამკეტის სისტემა და ფრონტითაც კარგად იხსნება და აქედან ხოლიდანაც ძალიან კარგად იხსნება ეს დანა რა. ხელში რა თქმა უნდა ძალიან კარგად შესანიშნავად ზომა საშუალო. მოკლედ აი ესეთი მაგარი დასაკეცი დანა გვაქვს და შემდეგი მოდელი გადავიდეთ ისე ვიპერსნეპერი უკაცრავად Wayfarer-ი, აქ არ გვაქვს გახსნის მექანიზმი ფლიპერი, თამსტადით იხსნება ეს მოდელი და დააკვირდით ამ სილამაზე ცოტა ხანი და შემდეგ გადავალ ახსნაზე. ძალიან მაგარია. პირის დაფარვა სარკეა, ულამაზესი სარკე დაფარვით არის, თან შეწეული ლინზა, ძალიან მაგრად გაჭრის, ტარის მასალად გამოყენებულია ჯეველედ დაფარვით ტიტანი. და ჩასმული აქვს ტარში აი ეს ფედოკუმე. წეგნარას გეუბნებოდით, ფედოკუმეც მათი ოლამიკის მიერ შექმნილი მასალაა. სხვადასხვა ფერადი ლითონის შენადნობისგან მიიღება. ესენი არის ტიტაონი, ბრინჯაო, ზუსტად მასალები არ არის, ესე ჩამოწერილი რეებია რა, მაგრამ იკითხება ეს ფოლადები და ძალიან კარგადაა გაკეთებული ეს ყველაფერი, ძალიან ლამაზია, ძალიან მდიდრულია და განსხვავებული რა თქმა უნდა რა, ძალიან იშვიათად გვხვდება ეს მასალა. 2017 წელს შექმნეს მათ ეს მასალა და იყენებენ უკვე ბოლო დროს უფრო აქტიურად წინა მოდელებში ცოტა ნაკლებად ხდებოდა ხოლმე ეს მასალა და ეხლა აქ უკვე 4 მოდელია, სადაც არის გამოყენებული საკიდებზე და ესე ჩანართებად ეს მოდელი და ძალიან ლამაზი და მდიდრულია გამეორდები რა. Backspacer-იც ესე კარგად არის, ლამაზად დამუშავებული 2 ფენში, 2 ტონში და საკიდი და ეგ ჩანართი ფედოკუმე პირიკის სარკე, როგორც გითხარით, ხელით ამის რთული მიღება საკმაოდ რთულია და დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და გამოდის სამაგიეროდ ფანტასტიკური დანა რა და თავისი მასალებითა და ვიზუალით. ახლა გათამაშებაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით მეგობრებო, წინა ვიდეოში ჩავწერეთ, ახლაც გამეორდები. ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ მე და გიო. ამ თვეში მარტის ბოლომდე, ვინც ჩვენთან რაიმე ნიუს შეიძენს, ყველას გადაეცემა ესეთი გათამაშების ბილეთი, სადაც დატანილია ნომერი, ნუ 01-ით იწყება. დაიწერება სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩავარდება ამ პატარა აკვარიუმჩიკში და მეორე ნომერს გავატანთ იმ ადამიანს. შემდეგ თვის ბოლოს 3 მათგანი გამარჯვებული, ვინც გამოვლინდება, შემთხვევითობის პრინციპით, ამაზეც ან ლაივში ავწერთ, ან ვიდეოს და გაჩვენებთ რა. მოვიგებთ, დაურეკავთ იმ ხალხს და გავახარებთ ესეთი პატარა საჩუქრები მოვიფიქრეთ რა. პირველი ეს Raventrest-ის დანა, მოგხსენებათ ამერიკული ბრენდია, დამზადებულია ამერიკაში, OTF-ი გახსნის მექანიზმი, საკმაოდ კარგი ხარისხიანი დანა და OTF-ი მექანიზმები ძალიან უყვარს ყველას რა, ესეთი ლამაზ მაგარ ფერებშია და ვფიქრობ საინტერესო და კაი ტიპია ეს დანა, გვაქვს ესეთი ტყავის ხელნაკეთი, საფულე მოგხსენებათ მსგავსი ნივთებიც მოიპოვება ჩვენს მაღაზიაში. და კარგადაა შესრულებული ძალიან ბევრი ესეთი საბარათეები, საბარათი ჯიბეები, სახურდე და ქეში შესანახი, ესეთი სტანდარტული დიზაინი ავარჩიე, კლასიკური, რაც მეტნაკლებად ყოველს გემოვნებაში ჩაჯდებოდა, თორე გვაქვს მაღაზიაში კიდევ განსხვავებული მსგავსი
ტყავის ნივთები და აი ესეთი ჩვენი ახალი ბრენდის Free Tiger-ის დასაკეთიდან ავარჩიეთ კიდევ ძალიან ლამაზი, ესეც სადა ფორმა შევარჩიეთ, რომ ვიმსჯელოთ, როგორი ჯობდა გაგვეთამაშები, ესეთი რომ მეტნაკლებად ჩამჯდარი იყო ყველა გემოვნებაში და ყოფილიყო პრაქტიკული, ესეთი დაავარჩიეთ. მიკარტა სტარია, ესეთი ლამაზი საკიდი, კარგი პირის ფორმა, D2 ფოლადი, შავი თონის დაფარვით და ვფიქრობ ესეც მოეწონებათ ჩვენს მომხმარებლებს. ხო, ყოველთვის ვცდილობთ და გვინდა რომ გავახაროთ და ისე გავახაროთ ჩვენი ხალხი, რომ დარჩენ კმაყოფილები რა თქმა უნდა. ნუ პირობებს რაც შეეხება, როგორც გითხარით. ნივთი უნდა შეიძინოთ ჩვენთან და კონდეს ჩვენი არხი გამოწერილი YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. სულ ეს იყო, დიდი მადლობა და წარმატებას უსურვებ ყველა ჩვენს მომხმარებელს. გიორგ საკიდები მომაწოდეთ წეღა რომ მოიტანეთ ჩუმად. მაჩვენოთ ხალხს. ბარემ და მე ისევ დანებით გავაგზელოთ თან ცოტა ისეთი მონოტონური და მოსაწყენიც რო არ გამოვიდეს, არ მგონი ამ დანებში ვინმე მოიწყინოს, მაგრამ მაინც კიდევ მეგობრებო გვაქვს ჩამოვიტანეთ ოლამიკის აი ესეთი უმშვენიერესი ულამაზესი საკიდები, რომელიც არის ხელნაკეთი, მათ მიერ რა თქმა უნდა დამუშავებული და ძალიან ესეთი სასაცილო და თან სერიოზული არის. ხა ნამუშევარი მაგარია და თვითონ რომ შეხედავ ნაკეთობას, ყურადღებას იქცევს თავისი დიზაინიდან გამომდინარე. რა ვეცდებით ვიდეოში კარგად გამოვაჩინოთ, აი ეს თავის კალა, დატანილია ოლამიკის ლოგო და წარწერა. რა წერია ოლამიკ custom. ხო, ნუ მათი ტრადიციული წარწერა ხელნაკეთია ეს ნივთი, ულამაზესი და აი ამ ორი დიზაინით გვაქვს რა, ხა 4 სალი მიჭირავს. კიდევ გვაქვს რა, რაოდენობაში რამოდენიმე მეცალი, არის ესეთი თავის კალა და ესეთი მაგარი ღამურა. ხერხემალი, ყურები, თვალები, კბილები, როგორ დეტალურადაა გამოყვანილი ყველაფერი და ბრენდიც აქვეა დატანილი რა თქმა უნდა. ამ დანებს ესეთი მაგარი სამშვენისები კიდევ უფრო მოუხდება და უფრო იცით რა არის ამ სამშვენისებთან დაკავშირებით, ყველას თავისი აზრია და გვსტა შეხედულება, ზოგს მოწონს, ზოგს პირიქით ხელს უხსნის, ზოგი საკითხსაც ხსნის ხოლმე დანებზე, რა მე არა, მე მეყვარს პირიქით იმ სამშვენისით. გაჩნია დანას რა თუ რაღაცა ფიჯეტივითაა და რაღაცა მხოლოდ კაფხელი სათამაშოთ მინდა, ცოტა ხელი შემსვლელი არის მაგ დროს, მაგრამ უფრო ისეთი ლამაზი მდიდრული განსხვავებული დანა როცა არის პირიქით ეს სამშვენისი კიდევ უფრო ალამაზებს და კიდევ უფრო უხდება და უფრო ისეთ ხდის რა ვიზუალურად და ესთეტიურად უფრო მიმზიდველს და პრაქტიკულიც არის ხელსწრაფად მოკიდებ თუ მოკლეად არის ცოტა აგრძელებს ტარს და ამის საშუალებასაც იძლევა ეს საკიდები და საკმაოდ კარგია რა. ჩვენ მაღაზიაში კიდე არის ხვანაირი უფრო ბიუჯეტური საკიდებიცაა, ნორსედისი საკიდები გვაქვს კიდე მე მგონი გემახსოვრებათ ალბათ წინა ვიდეოებიდან. ისიც 3D პრინტერით კეთდება და ნახევრად ხელნაკეთი ამ დონის არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგებია ისინიც და მოკლედ ესეთი ნივთებიც არის ჩვენთან რა ამის თქმა მინდოდა. ახლა კი გავაგრძელოთ მოდი ისევ დანებზე საუბარი მეგობრებო, ეს მაგარი ვიპერსნეპერი უნდა წარმოგიდგინოთ და აკვირდით ამ სილამაზეს. მაგარია, ტარის მასალად გამოყენებულია ტიტანი და ისევ მამონტის ეშვია, ესეთი დიდი ზომის, ძალიან ლამაზი, ძალიან მაგარი გემოვნებიანი დახვეწილი, ისე გადადის ეს ფერები და ისე ნუ რო შეხედავ დანას ეგრევე ძალიან ეფექტურია ორივე მხარეს. ეს მთავარი სახე საითაც არის დანის და მეორე მხარეს კიდევ ეს კლიპს ამშვენებს, ისე დოკუმენტი არის გაკეთებული ეს საკიდი და ძალიან ლამაზია. ისევე მისი backspacer-ი და პირის დაყვანები, სხვადასხვა გრაინდები აქ CPM-20 გვაქვს ფოლადი მეგობრებო, ხელის ჭერა ძალიან კარგი რა თქმა უნდა, ერგონომიკა და გაცვლები ამ ბრენდს არ ეშლება როგორც ყოველთვის და ასევე გახსნის მექანიზმი ძალიან კარგი და საინტერესო რა, რბილი და მაღალი ხარისხის ეგრევე დანას რომ შეხედავ და ხელში რო აიღებ უკვე ყველაფერი ჩანს და იგრძნობა. ახლა კი ისევ სვიში უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, ცოტა უკვე უფრო განსხვავებული ვიზუალით, სხვადასხვა დაფერვით, ესეთი მუქი ფერის ტიტანი, რომელსაც ამდიდრებს და ალამაზებს ეს ფედოკუმეს ჩანართი და ლურჯად ანუდირებული ეს ვინტები და საკიდი, backspacer-ი, საკიდი და ჩანართი, გვაქვს ფედოკუმესი და რავი, ასევე ორი მხრიდან ძალიან ლამაზი, დახვეწილი, ესეთი ასხეპილი, ტაქტიკური და ცოტა აგრესიული და ამავდროულად ძალიან თან ჯენტლმენური და ისეთი რა პრემიუმ კლასის სრულიად განსხვავებული და მაგარი ნივთი. და დღეისთვის ბოლო მოდელი მეგობრებო, სოლოისტი უნდა წარმოგიდგინოთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი ამ ბრენდის. ძალიან მიყვარს ეს დანა და მით უმეტეს ესეთი ლამაზი, რა ვიცი. ცოტა იშვიათობაა. ძალიან მომწონს მისი დამუშავების ხარისხი რა თქმა უნდა, სხვა მოდელების, მაგრამ რაღაც ამ ეს ცოტა დიდი რომ არის ეს ანა, უფრო ეფექტურია. მექანიკაც უფრო თითქოს სხვანაირი პირი მძიმე არის და აი რაღაც ისე მოძრაობს, ცოტა უფრო ჰაერონად და გახსნა დაკეცვა ძალიან საინტერესოა, ხელში ჭერაც კარგია. გემოვნების ამბავია რა მეგობრებო, მე მიყვარს დიდი დანები. ზოგადად კარგი დანა რაც
ზომა ბევრს არ მიწყვიტავს, ხოლმე თუ კარგია მომწონს დიდის პატარას, მაგრამ მაინც ხო არის რაღაცა მისწრაფება რო გაქვს და უფრო მეტად მოგწონს და უფრო მეტად განასხვავებ კიდე. ჩემთვის დიდი დანები ცოტა კიდე უფრო მოსაწონია და ვფიქრობ უფრო პრაქტიკულიცაა. დიდი სამუშაო პირია, მეტად ადვილად შეიძლება რაღაცის გაჭრა გაკეთება და ასე შემდეგ, თავის მინუსებიც აქვს რა თქმა უნდა დიდი დანა შედარებით მძიმეა ხოლმე და სატარებელთ უფრო დისკომფორტი აქვს, მაგრამ რაღაცის დათმობა გვიწევს, როცა გვინდა მივიღოთ კარგი შედეგი რა მოკლედ. ფრეიმბლოკი ჩამკეტი სისტემა გვაქვს მეგობრებო და FEDOCUMES ჩანართებითაა გამდიდრებული ეს ტიტანის ტარი, ფოლადი M390 ამ შემთხვევაში, ეს თამსტადიც რეგულირებადია და ძალიან მაგარი და განსხვავებული მოდელი არის ეს ჩვენი სოლოისტი მეგობრებო. რა ვიცი, ვფიქრობ, კარგი დანები წარმოგიდგინეთ, მეც მეტნაკლებად ვეცადე რომ არც მოსაწყენი ყოფილიყავი და თან გადმომეცადებს ამ დანებში, რა ემოციას იძლევა, რა მასალებია. ჩემი რჩეული ამ შემთხვევაში სოლოისტია მაინც რა რაღაცა დაწუნებით რა თქმა უნდა არც ის არ ვწუნებ, მაგრამ ძალიან მოწონს ეს დიდი და ეფექტური ეს ველური დანა და რა ვიცი, თქვენი აზრით დამიწერეთ მითხარით რომელი უფრო მოგეწონათ, გამიზიარეთ თქვენი ემოციები, შთაბეჭდილებები ამ ბრენდთან დაკავშირებით, რომელი მოდელია თქვენთვის უფრო მისაღები და გქონდეს ერთმანეთთან ეს კომუნიკაცია, მიძერ მოწერა და მეტის თუ მოხვალთ მაღაზიაში და გავისაუბრებთ, კიდევ უფრო გამიხარდება და ვფიქრობ თქვენს კმაყოფილებით დარჩებით. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ.